თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ნიჭიერის პირველი ნახევარფინალური შოუ. მივესალმოთ ჩვენს წამყვანებს, ვანიკოს და გიორგის. ნახეთ ნიჭიერის 5 ძალიან მაგარი კასტინგი და აი მოვიდა ის სამი, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდებოდი და აი უკვე პირდაპირ ეთერში ნახევარფინალში ხვდებით ერთმანეთს. და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ჩვენთან ერთად არის ყველაზე ემოციური, ყველაზე მხიარული ცოცხალი აუდიტორია. რა მაგარია, გიორგი, აი კონდენი წელია აქ ვარ. ყოველთვის ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ნახევარფინალები, მაგრამ წელს განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს, იმიტომ რომ წელს არის ნიჭიერთა შორის ნიჭიერი, ანუ უნიჭიერესი. ბრავო, აუცილებლად. ვანიკო, ეს ის მომენტია, როდესაც მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ აი ეს ღილაკები, მე მგონი აღარ არის საჭირო, ასე თქვი? გიორგი, მაგას ისეთი პატრონები ყავს, რომ ზუსტად იციან როდის გამოიყენებენ, იცი შენ. მას ასე მეგობრებო, შევხვდეთ ნიჭიერის ჟიური. რუსთავის გენერალური დირექტორი ნიკა გუვარანია. ასე აპლოდისმენტები გავაძლიეროთ ნიკა გუვარანია. ულამაზესი და უშენიერესი მსახიობი ია ბარულავა. მოგესალმებით, მივესალმოთ ბარულავა. აქტიური და ენერგიული ტელეწამყვანი ნანუკა ჯორჯოლიანი. ასე, აბარა, სიყვარული, აბარა. მივესალმოთ ნანუკა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე. იგივე ჯოლა. ინჯასტოდის აუჩქარებლა კარგია, აპლოდისმენტები მეგობრებო, გავაძლიეროთ ლევან წულაძე, იგივე ჯოლა. მოგესალმებით პატივცემულში. შეეული 8 კონკურსანტი გამოვა თქვენს წინაშე და ნიკა, როგორ განწყობაზე ხარ? არაჩვეულებრივზე, მღელვარეზე, როგორც ყველა ლაივზე ყოველთვის, მაგრამ არაჩვეულებრივზე. მგონია რომ საუკეთესო სეზონის პირველ ლაივ შოუს ვნახავთ. ჩვენც ასე გონია, დიდი მადლობა ჟიურის, დიდი მადლობა ნიკას და მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი წარმდგენია ზედაზენი. ვანიკო. ასევე ჩვენი გენერალური სპონსორია ბარამბო, ტკბილი და მრავალფეროვანი. და პრიზები არ უნდა ვთქვათ, ვანიკო, როგორ უნდა ვთქვათ? ნიჭიერის გამარჯვებულს დეველოპერული კომპანია Epic Development თავისივე აშენებულ ერთ-ერთ კორპუსში გადასცემს ბინას. ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო ლიდერბეთი გამარჯვებულ საჩუქრად გადასცემს ავტომობილს. ლიდერბეთი. აზარტი ყველა გემოვნებით. და დავიწყოთ ახლა, თორე გამისკადებული აღარ შეიძლება. და ნახევარფინალს გახსნის დისკოს მოცეკვავე იმერეთიდან ჯიმი ზარიძე. ბატონო. ოქროს მწყვიალები რო ცვიოდა, მართლაც ფილმში მეგონა თავი. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი იმ სოციალში. ვიყავი
პატარა ბიჭი, რომელიც ოცნებობდი წარმატებაზე და ეს წარმატება მომიტანა ნიჭიერმა. ხალხი ცნობს. საწესოებენ რომ გავდივარ ქუჩაში და გზავრობის დროსაც, სიარულის დროსაც. იმედია, ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც მე ვფიქრობდი და როგორც ფილმებში მთავრდება კარგად ყველაფერი. ჯიმი ზარიძე रात को आऊंगा मैं तुझे ले जाऊंगा मैं फिल्म दिखाऊंगा मैं सैर कराऊंगा मैं चोरी से आना चुपके से जाना अच्छी नहीं जिंदगी मुझसे शादी करोगी मुझसे शादी करोगी dance 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 नाच मेरी बोल बोल के पैसा मिलेगा काले बुगट बैठेगी तो कैसा मिलेगा नाच मेरी बोल बोल के पैसा मिलेगा काले बुगट बैठेगी तो कैसा मिलेगा ऐसे शर्माएगी तो ये चलेगा जो मुझे दिखाएगी तो फिर न चलेगा कुछ तो इरादा करे न तेरे न ज्यादा कर छोड़ मेरा माया तेरे बेटे है जलवे से जले आज शम्मा होती मेरे खंभे पे गिरे आज यहाँ कितना जवा कोई मेहमान बनेगा कभी दिल के चलेगा कोई दीवाना बनेगा कभी दिल को करेगा नाच मेरी बोल बोल के पैसा मिलेगा काले बुगट बैठेगी तो कैसा मिलेगा नाच मेरी बोल बोल के पैसा मिलेगा काले बुगट बैठेगी तो कैसा मिलेगा რუშკა! მაგარია! ბრავო, ჯიმი ზარიძე! და რუშკა! როგორ გამიხარდი, რუშკა? გადასარევი. მოდა გვიბრუნდი, შემო სიცოცხლე. რა კარგია რუსკა რა მოკლედი ხარია რომ გაგიბრუნდით დიდი მადლობა ძალიან კარგი მივესალმოთ რუსკას მეგობრებო რუშკა გვიბრუნდა, რუშკა! აი ასე გადასარევი ნომერი იყო ჯიმი ყოჩახ ძალიან მაგარი იყო ეხა რუსკა მიემართება ჟიურის ადგილზე და გვიბრუნდა როგორც იქნა როგორ გამახარე რუშკა რო იცოდე? უფ გავამხრებოთ რუსკა მაღაშვილი! აპლოდისმენტები რუსკას რუსკა მოკლედ მე ისე გამეხარდა შენი დაბრუნება არ მეგონა ნუ ხალხი კი მეკითხებოდა სად არის რუსკა რატომ არ მოდისო რატო არ იქნებაო თუ იქნებაო გვეკითხებოდნენ მე არ ვიცოდი მე ისეთი ბედნიერი ვარო დაბრუნდი მოკლედ თვალები და ცრემლები მომდის თან ესეთი მაგარისი ესეთი მაგარისი დანიჭერი კიდევ უფრო მაგარი იქნება რუსკა არის და ბოლომდე ჩვენთან ერთად იქნება რუსკა მაღაშვილი ოაიმე
მოკლედ მე პირდაპირ ჟიურის ვთხოვ რომ შეაფასოს ჯიმის გამოსვლა ნიკა გთხოვთ მე არ ვიცი ეს რამდენად ჯიმის გამოსვლა იყო სინამდვილეში, იმიტომ რომ ორი სრულიად არანორმალური პერსონაჟი შემოგვემატა საბედნიეროდ. პირველი არანორმალური ჟიურის კვოტით და ეს არის რუსკა, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, პირველი ეტაპის მთავარი აღმოჩენა ამ პროექტის იყო არა რომელიმე ნიჭიერი, არამედ ჟიურის წევრი რუსკა მაყაშვილი. დიდი მადლობა. და ნუ არანორმალური წამყვანების კვოტითაც ნიკა გრიგოლია. იყო ძალიან მაგარი. მე მაყურებელმა მინდა ამას ყურადღება მიაქციოს, რომ ვიცოდეთ რა ბედნიერები ვართ ჩვენ ყველანი. მე როგორც დირექტორი კი არა, მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და მაყურებელი, რა ბედნიერები ვართ, რომ არსებობს ისეთი ფანტასტიკური გუნდი, რომელსაც ქვია რუსთავი 2. იმიტომ რომ ამ ყველაფრიდან თუ ამ ნომრიდან თუ იმის გაკეთება იყო შესაძლებელი, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, სრულიად წარმოუდგენელი იყო და იქნებოდა ყოველთვის, მაგრამ არაფერი წარმოუდგენელი არ არის რუსთავი 2-ზე. გიორგი, დემნა, თქვენ ხართ ამ ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადამიანები, ტელევიზიის მარტო კი არა, ამ ქვეყნის ისტორიაში, მისი ხარისხიანობის ისტორიაში ძალიან მაგრები ხართ. ყველა ვინც ნიჭიერზე მუშაობს და მიშა რომელიც ცეკვებს დგავს, აი ეს ყველაფერი იყო არანორმალურად მაგარი, სიამდვილეში სისულელე იყო, უშინაარსო, მაგრამ საყურებლად იყო ფანტასტიკური. ყველაფერი იყო ეს, შენი მონაწილეობით გილოცავ ამას ჯიმი. გილოცავ ჯიმი. დიდი მადლობა ნიკა და ია თუ შეიძლება. პირველ რიგში მე იმას ვიტყოდი, რომ ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ჟიური ისევ ძველი შემადგენლობით არის და გამგები გამიგებს და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი შედგა. რაც შეეხება შენ, ჩემო ჯიმი, ეხლა აი რუსკამ კიდევ ერთხელ გადაგარჩინა, იმიტომ რომ რა ნომერიც იყო დადგმული, ეს იყო საოცარი სანახაობა. შენი მოძრაობები აბსოლუტურად იგივე იყო, არაფერი არ შეცვლა, აბსოლუტურად ზუსტად იგივე საკეთებდი. უბრალოდ იყო დადგმული ძალიან მაგრა და ნახოთ ეხლა შენ უკვე რუსკაც რჩეული ხარ, ეხლა ხალხი თუ გადაგარჩენს უკვე არ ვიცი. მადლობა ია, ნანუკა შენ მიხარი რამე თუ მოკლედ მე ვფიქრობ დღეს პირველად რომ რუსკამ სწორი ქნა ოქროს ღილაკს რომ დააჭირა. პირველად ვაბობ, იმიტომ რომ ეს შოუ უნდა გვენახა. რატომ მაგრამ მომზადებული მქონდა ხელი წითელი ღილაკი. ეს შოუ უნდა გვენახა. აი ეგრე მქონდა მომზადებული ხელი, მაგრამ ძალიან მაგარი შოუ იყო, ძალიან მაგარი სანახაობა იყო. ავთანდილ, მე გისურვებ რომ ყველა ოცნება 100 აუსრულდეს ყველას, როგორც შენ რუსკა მაგისრულა. დიდი მადლობა ჟიურის, მე მაყურებელს შევახსენებ, ეს ის ადამიანია, რომელმაც რუსკა დაგვიბრუნა ნახევარფინალზე და წარმოგიდგენიათ ფინალზე რას იზამს. ამიტომ დაურეკეთ მას ნომერზე 0-933-301. გამაცილოს წერიდან ჯიმი ზალიძე. და გიორგი ახლა გადავიდეთ ბარამბოს ოთახში ნიკა გრიგოლიასთან. ნიკა როგორ ხართ, რა ხდება მან? აი ესე გავმაგრდი მე ბარამბოს ოთახში და ვინ მეყოლება ამ ძალიან გემრიელ და ტკბილ ოთახში თუ არა ძალიან ტკბილი ბიძიები და ბაბუები კიცხიდან. ანსამბლი ოდილა, ისინი მოემართებიან სცენაზე, იქნებიან შემდეგნი, ვისაც იხილავთ და არაჩვეულებრივ სიმღერას მოისმენთ. როგორ ბრძანდებით, ჯერ ეს მითხარით, მზადა ხართ? გადასარევად ვართ მომზადილი, მომზადილი ვართ არაჩვეულებრივად. ისიც რა, როგორც მინდა გითხოთ. დიახ. რა, ერთი წუთი ხომ შეგიძლიათ დამითმოთ რომ მომისმინოთ მე როგორ არა, გასულ. ჩემი თავი გენაცვალოს, გასულ. ჰაი-ჰო! მიღებული ხარ. არა? მიღებული ხარ უკვე. ნუ მოკლედ, თუ გსურთ ანსამბლ ოდილას არაჩვეულებრივი სიმღერა მოისმინოთ ფინალში, მაშინ დაურეკეთ მას 0-900-993-302. დაურეკეთ ამ ნომერზე, თუ გსურთ მათი მოსმენა ფინალში, თუ არა და ჩემი ყროყინის მოსმენა მოგიძებთ. ასე რომ ისინი მოემართებიან სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო.
ექსპედიციას უნდა შევიდოთ. ვიდეო შეშა უნდა დასაჭირო. ანები ახლა მაგის შიგ სამი და გამოიწამოდი. ამოთა ლაპარაკი არ მჭიდები ერთ ჩამოული ერთ რიაზებს ხოვრობს ყველა. ფორმა შეიცვას, ფორმა. გამოჩევიდოთ რომ იქ მალე მომჭეთ. ზერ უარი თქვენს რომ დავანებოთ თავი რაღაც დრო ჩვენ ნიჭიერია რაღაც დრო ჩვენი გამოსვლარი. მაგრამ გადავლახეთ ეს მომენტი და ბოლოს მაინც ჩავდეგით ინფორმაცია რომ თქვით რომ წავიდოთ. რაც იქნება, გავაკეთებთ, არ გავაკეთებთ და ვერ გამოსახოთ. ერთმანეთზე არ გიყალათია იმისათვის რომ ეს სიმღერები ჩვენ ბოლომდე გვესწავლოთ და დაგვეწევებინა სოფლისათვის, საზოგადოებისათვის და მომავალი თაობებისათვის. ანსამბლი მოგესალმებით. რერო არ ჩამოვალა თბილისში. რერო რომ ჩვენ არ მეგულებოდეთ. რერო აბარერო რანინაოდა. რერო შევიდა ხვევით კიცხია. რერო ჩვენ არ ვართ გასაკიცხია. რერო აბარერო რანინაოდა. რერო კაღმა გამოღმა ხრეთი. რერო ათეიძე ვაქეიფი. რერო აბარერო რანინაოდა. რა კარგია თქვენთან ყოფნა, ხიარული ცხოვრებაო, ვინც აშრობობს ისერია, ჩვენ მისთვის არ ვიღებია. რა კარგია ეს დროება, სულეიფი დროსტარება, ამ შენიერ მარიამას, სულ უმღერებ ჩაირამას, ეს გამთელა აღლაყურდა, რა დამსება მაყურდა, ალბათ შეუყვარდა ლუცა, ბასერხომში თავის ქუცა. ეიმეი, ერევანულეი, ვისაგილად ამპატიებს, ვისიგირიმეი. ეიმეი, ერევანულეი, ამაგამ შენთან მოვდივარ, ენიგირიმეი. მივდივარ, მოვდივარ, ამირინეს ბაღში, გამორვეთი მაგოცნილე, მაგიუიუნა თვალში. Digi baciucep, nagi nocni matucep, digi gamascep, şermoğli mamaşcep, rimdamdora, 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 hey yalalo, 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 hey. Bravo! Ansambli Ovila! Bravo! აქეთ მომწანდით, თუ შეიძლება თქვენს შუაში ჩავდგებით ჩვენს. ერთი ჩაგეხუტებით რა. რა ვარი ბიჭები ვართ, ჰა? თხოვთ ჯიური შეაფასოს ნიკა, თხოვთ. მე უწყლად რო გითხრათ, ეს სიმღერა პირველად არ მოვისმინე, მიყვარს ეს სიმღერა ძალიან, რამდენიმე წლის წინ ამავე სცენაზე ვუსმინე. გიორგი უშიკიშვილის გაკეთებული ტური იყო ასევე X Factor-ში, ინდირა ჯგერნაია მღერდა გიორგისთან ერთად. ძალიან კარგი სიმღერაა ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა საერთოდ იმერული ფოლკლორი, ქალაქური მოტივებით, მრავალხმოვანებით, ძალიან მელოდიური, აი ესეთი ცოტა ბურლესკური, ესეთი ხუმრობებით, საინტერესო მელოდიითაც მათ შორის. მე მგონია რომ არაჩვეულებრივი შესრულება იყო, მე მგონია რომ დაამშვენებდა ნებისმიერ ძალიან მაღალი დონის კონცერტს და უღრმესი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და ესეთ დიდ სიამოვნებას გვანიჭებთ. დიდი მადლობა. ჭოლა გისმენთ?
ვახ თქვენ გენაცვალეთ რა. ამას გეტყვით პირველ რიგში. არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ. გენაცვალეთ. აი პირდაპირ ეხლა აი მეოთხე და მესამე ჭიქას შორის გავჩდი უცებ. აი გათავარდა შოკოლად შორის. ჩვენც მანდ ვართ, ჩვენც მანდ ვართ. შეურცხეს ნამუსი ვის თქვენ არ დაგირეკოთ და არ დაიმარაგოთ. გესმით? და რუსკა გითხარი 2.20 თქვა. მე ვერს არ ვილაპარაკებ ერთს ვიტყვი, რომ თქვენ თითოეული თქვენთაგანი გულზე მედებით როგორც მალამო. ძალიან დიდ პატივს გცემთ და ძალიან მიყვარხარ და ყველა მინდა რომ იყოს ჩემი ბაბუები. დიდი მადლობა ჟიურის, მე მაყურებელს მიმართავ, თუ თქვენც ასევე ფიქრობთ როგორც ჟიური და ჩვენ აუცილებლად დაურეკეთ ამ უნიჭიერეს ადამიანებს ნომერზე 0933303. ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ ანსამბლი ოდილა. და აქვე მინდა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი მხარდამჭერია East Point-ი. East Point-ი შოპინგის, გართობის და დასვენების ქალაქის ცენტრიდან 12 წუთში. East Point-ი საჩუქრად გადასცემს გამარჯვებულს ხალხის რჩეულს 500 ლარიან ვაუჩერს, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ East Point-ის ნებისმიერ ობიექტში. ხო და ახლა გადავინაცვლოთ ბარამბოს ოთახში ნიკასთან. რა ხდება ნიკა შენთან? ანიკო, ჩემთან ხდება სილამაზე და მშვენიერება. ნახეთ როგორი ლამაზი გოგონები არიან ჩემთან ბარამბოს ოთახში და ძალიან არ მინდა მათი სცენაზე გამოშვება, თუმცა რა ვქნა, ეს ძალიან უნდა გავაკეთო. ძალიან ელოდები თქვენ მათ, ვიცი? მოდი, swagers გოგონები აქ არიან და სახელები გითხარით თქვენი. ელენე, ანი, თეონა, ანანო, ქეთი, მარი, მაგდა და ისინი არიან swagers. თუ გინდათ ამ ლამაზი გოგონების ნახვა ფინალშიც აუცილებლად უნდა დაურეკოთ მათ ნომერზე 0933303. swagers ისინი მოემართებიან თქვენთან სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო. ასეთი საცეკვაო ნომერი ამ შოუს არ ახსოვს, ძალიან მაგრები იყავ. ყველა დარბაზში შეხვდით აბსოლუტურად ერთმანეთს და ცეკვა გაგვაერთიანა. დარბაზის გარეთ ვართ საუკეთესო მოგობრები სულ ყველა. ყველა ინდივიდუალურია რა, აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან. ყველას გონი ვართ სხვანაირები, სწერვები. ფინალის ნომერი ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება. გამორჩეულია ყველა ნომრისგან. Exciting. Swagers. Together
ჟიური ასეთი უნდა ცეკვა გიორგი მომწადით გოგოებო ძალიან მაგრები ხარ ძალიან მაგრამ წინავდით ჟიური შეაფასეთ ეს არაჩვეულებრივი გოგოები ნიკა გთხოვთ მე მგონია რომ არ არის სწორი რომ მარტო გოგოები დარჩნენ იმიტომ რომ სვაგერსი ბიჭებიც ყოფილან გაფართოვდნენ გამრავლდნენ მე არ შემცდარ ვარ პირველ ტურში როდესაც ვთქვი რომ ასეთი საცეკვაო შოუ ჩვენ ამ შოუს ისტორიაში არ გვახსოვს მე ვფიქრობ რომ ეს ნომერი განსაკუთრებით იყო ძალიან მაღალი მსოფლიო კლასის ნომერი და მე ვიცი რომ ეს არის პირველ რიგში მოცეკვავეების დამსახურება, მაგრამ მინდა მივესალმო იმ ადამიანს, ვინც ამ ნომრებს აკეთებს, ნიშას. ნიშა! რომელიც ჩემი აზრით არის ქართული ესეთი კონტემპორარი ქორეოგრაფიის ამომავალი თუ უკვე ამოსული არა ვარსკვლავი, ძალიან მაგარია, უმაღლესი ხარისხია და მე მინდა მაყურებელს ვთხოვო რომ აი ეს არანორმალურად კარგი და რაც მთავარია კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს მსოფლიო კლასის სანახაობა აუცილებლად უნდა ვნახოთ ფინალში მოგიწოდეთ რომ დაუჭიროთ ხარი გოგოებს და ბიჭებს ნიკა და ფეხზე იდგა რუშკას და მაინტერესებს რუშკა რას გვეტყვის იცი რა არის გარდა იმისა რომ ძალიან მაგრად ცეკვავთ გოგოებო და საოცრად ლამაზები ხართ კიდე მთავარი რაც არის ის რომ ენერგია მოდის და ხასიათი და არტისტულობა რაც მოცეკვავისთვის ყველაზე მთავარია. შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს ისე ითამაშოს სახით რომ არ ჩანდეს ფეხებით, ხელებით რასაკეთებთ. ეს ყველაფერი ერთად გაქვთ. ჩემი ოცნება რომ იყოთ ფინალში. ძალიან მაგრები ხარ. აბა. მადლობა რუსკა, ია შენს გითხარი რაღაც. მართლაც ესეთი ნომერი ნიჭიერის სცენას არ ახსოვს. აი ესეთი მიქსდ სტილი, სხვადასხვა სტილი, ძალიან ნიჭიერები ხართ. რა შეიძლება კიდე ვითქვას, რომ გიყურებდით თავი, მეგონა სადღაც რაღაცა ლას-ვეგასის შოუში ვიყავიან, ნიუ-იორკის ბროდვეის შოუ იყო, იმიტომ რომ უნიჭიერესები ხარ და ბოლოს და ბოლოს უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ხალხი ვარ და ჩვენ შეგვიძლია არა ისე როგორც ისინი აკეთებენ, არამედ კიდევ უფრო უკეთესადაც. მადლობა ია, ნანუკა გითხარით თქვენს. ერთადერთს დავამატებ, რომ თუ კიდევ დარჩა ტელეეკრანთან ისეთი ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს, რომ ეხა დაამესიჯოს. დარეკოს. მესიჯი არა მეგობრებო, დარეკვა. ხო, ნუ მაგაპატიეთ, ეს ჩემი და ეს ჩემი. მოკლედ ძალიან გთხოვთ, დაურეკეთ ამ გოგოებს, იმიტომ რომ ძალიან მაგრები ხართ და თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ ფინალში. აუცილებლად უნდა იყოთ ფინალში. ძალიან მაგრები. დიდი მადლობა ჟიურის მაყურებელს. ხოვნით მიმართავთ ყველანი რომ ეს ძალიან მაგარი გოგოები მოხდნენ ფინალში. ამისათვის უნდა აიღოთ მობილური ტელეფონები მაგთის, ჯეოსელის, ბილაინის აბონენტებმა დარეკეთ ნომერზე 09333 და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ. ჯგუფი სვეგერს. და აქვე მინდა გითხრათ რომ ჩვენი სპონსორია კრედიტონჯი. კრედიტონი ეს არის ონლაინ სესხები 50-დან 1500 ლარამდე და პირველი სესხი 500 ლარი 0%-ად. აი ესეთი ამბავია და ეხლა მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი თანაწამყვანი, რომელიც კრედიტონის ოთახში კონკურსანტების გულშემატკივრებთან ერთად იმყოფება. ეს გახლავთ ლიკა ქორქია. ლიკა მოგესალმებით. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ თქვენთან ერთად ვიყავარია. მიხარია რომ აქ ჩემთან ყველაზე მაგარი ემოცია, რადგან კრედიტონის ოთახში ჩვენი კონკურსანტების გულშემატკივრები შეიქმნენ, რომლებიც მთელი ძალით ამხნევებენ და გულშემატკივრებენ მათ. გესმით შეძაღილების შესაბამისად შეხედავთ ამ პლაკატებს, ასე რომ დროა გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებიც დღეს უგულშემატკივრებენ მეგისა და გიორგის. ასევე მოსიარულე დრამერებს და ნინო წულაიას. თქვენ ამ სამ კონკურსანტს ნიჭიერის სცენაზე ძალიან მალე შეხვდებით. მე კი რა თქმა უნდა კრედიტონის ოთახიდან გაგებულდებით სხვა კონკურსანტების გულშემატკივრებთან ერთად. დროებით. დიდი მადლობა ლიკა. მე მაყურებელს შევახსენებ რომ ნიჭიერის ნახევარფინალი ძალიან მალე გაგრძელდება. აქვე იმასაც გეტყვით რომ ჩვენ გვაქვს iMovies ინტერნეტ ოთახი, სადაც თქვენ რეკლამის დროს შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ნახოთ ინტერვიუები გასულდა მომავალ კონკურსანტებთან. ეს ძალიან ადვილად შეგიძლიათ გააკეთოთ, უნდა შეხვიდეთ iMovies-ზე და დააჭიროთ შესაბამის აპლიკაციას. ნიჭიერი კი ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და პირველი ნახევარფინალი გრძელდება. მე შეგახსენებ ჩვენი წარდგენია
ზედაზენი. აბარავა ნიკო. ხოლო გენერალური სპონსორია ბარამბო, მუდმივად სიახლეზე ორიენტირებული ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია. დღეს ორი ფინალისტი გამოვლინდება. ერთს მაყურებელი აირჩევს თავისი ზარებით, ხოლო მეორეს ჟიური დაასახელებს და კიდევ ერთ კონკურსანტს აირჩევს ჩვენი წარმდგენის ზედაზენი, რომელსაც ექნება შანსი რომ მოხვდეს ფინალში. ახლა კი გადავინაცვლოთ ბარამბოს ოთახში და გავიგოთ ვინ ემზადება გამოსასვლელად. ნიკა. ნიკა როგორ ხარ? ვანიკო, ვიდრე გეტყვით ვინ ემზადება შემდეგი გამოსასვლელად სცენაზე, მე იქამდე უნდა გითხრათ ბარამბოს ძალიან სასიამოვნო სიახლის შესახებ. უგემრიელესი შოკოლადი დოლჩე, აი ესეთი ლამაზი და გემრიელი და ლუგანო მიწის თხილით და ქიშმიშით. გელოდებას თქვენ, ამიტომ მირთით ძალიან გემრიელი და ძალიან მაგარია შოკოლადები და სხვათა შორის თქვენთვისაც მაქვს ძალიან კარგი იდეა ვანიკო და გიორგი. შეგიძლიათ გადაერქვათ სახელები, რაღაცნაირად უკვე გიორგი და ვანიკო და დაერქვათ დოლჩე და ლუგანო. უფრო კარგად ჟღერს მე მგონი, ხო? ამასობაში კი უნდა გადავიდეთ კონკურსანტებთან, ვინც გამოვლენ სცენაზე. ესენი არიან გიორგი და მეგი. როგორ ახართ, ჩემო მეგობრებო, მითხარით თუ ხართ მზად და რას ცეკვებს დღეს? ეს ვიზეკავ თიულურ სატრფიალოს. აი ასე, მთიულური სატრფიალო, ნამდვილი ცეცხლი დაინთება სცენაზე, ისინი მოემართებიან და აუცილებლად უნდა დაურეკოთ ნომერზე 0903 300 304. ეს არის მათი ნომერი, თუ გსურთ მათი ნახვა ფინალში. მოემართებიან ისინი სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო. მაყურებელს უთხრა რომ ერთი წამით ყველამ დახუჭათ თვალი და შეიზღუდოთ სმენად. მე ვფიქრობ რომ ეს არის ნიჭიერი. მშვიდობის ღიო მესამეზე გამოგივლიდა მზად იყავი. მე და მეგი ურთიერთობთ უფრო ტელეფონით, როდესაც რეპეტიცია გვაქვს და მეგის ან რეპეტიციის მოწერა უნდა სადმე უთავ ნახო ან რაღაცა მომწერს, მე ეს პროგრამა მეხმარება რომ ნახო. არ ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ როდესაც მე ვაგვიანებ, გიორგი მიბრაზდება. ლამაზი ხიდები დაფრინავენ მდინარის თავზე. ჩვენს უგანდა მდინარის იქეთ არის გზა და მანქანები დადის. არ ვიცი როგორ გამოდის ცეკვა, მაგრამ ის ვიცი რომ ცეკვა ძალიან მომეწონა და გავაგრძელებთ იჭერში. გიორგი და მეგი.
სული დაატრიალეს. ჩემი ფავორიტი წვილია ჟიური ფეხზეა, ფეხზეა. დარბაზი ფეხზეა და გთხოვთ შევაფასოთ ნანუკა, გთხოვთ შეაფასოთ ეს არაშეულებრივი. მე ძალიან ველოდებოდი თქვენ ნომერს. მართლა მაინტერესებდა, იმდენად შთამბეჭდავი იყო პირველი ნომერი, რომ მართლა მაინტერესებდა დღეს რას ნახავდით. მეგი, მიუხედავად იმისა, რომ მე ნანახი მაქვს, როგორც ეყვავს სმენა შეზღუდული ადამიანი, მაინც შოკში ვარ, როგორ მოახერხე ეს შენ დღეს. იმიტომ რომ აბსოლუტურად ამოვარდნა არ გქონია. ძალიან მაგარი გოგო ხარ. მე ვფიქრობ, რომ კიდევ დამატებით ნერვიულობა თუ აჭირდება, მოკლედ ძალიან დამატებითი ღელვა ახლავს ამ ყველაფერს, თან უნდა ითვალო სპეციფიურად. საოცრებად გააკეთე, მეგი, შენ ხარ საოცარი გოგო. ყველაზე ლამაზი თვალები ხარ თუ ვინმეს ყოლია. ყველაზე ნიჭიერი გოგო ხარ თუ როდესმე მინახავს და ძალამაზი ხარ ეს ისე და ციცი და გიორგი. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ შენ, ძალიან მაგარი ბიჭი და მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ეს ყველაფერი უნდა გააგრძელოთ. თუმცა ეჭვიც არ მეპარება რომ ნიჭიერში კიდევ ბევრჯერ გნახავთ. ყველა გთხოვთ თქვენ შეგვაფასოთ. მეგი შვილო საოცარი რამე ხარ. მე რამხელა მუსიკალობაა დაგროვილი შენში. ესე იგი გაოცებული ვარ მართლა და აი სიტყვები არ ამყოფნის. ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. გენაცვალეთ ჩემო ძვირფასებო. ძალიან კარგები ხართ და ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჟიურის. მე კი მაყურებელს მივმართავ თუ გსურთ რომ ეს არაჩვეულებრივი წვილი იხილოთ ფინალში. ეხლავე დაურეკეთ, მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დარეკეთ ნომერზე 09300 300 და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ მეგი და გიორგი. და მე მინდა ჩვენს ერთგულ მაყურებელს ვუთხრა რომ ნიჭიერის ღიურები შეგიძლიათ წაიკითხოთ ყოველ ორშაბათს გაზეთ პრაიმ ტაიმში და გიორგი ახლა უნდა გადავინაცვლოთ ჩვენ დიმა ობოლაძესთან რომელიც იმყოფება რუსთავიორის ეზოში და ძალიან საინტერესო ნომერს გვიმზადებს. დიმა როგორ ხართ? გამარჯობა. როგორ ხარ დიმა? გამარჯობა, ძალიან კარგად, ძალიან მიხარია რომ ისე ვარ ნიჭიერის მონაწილე, ვინაიდან ეს ზონი მე მგონი ყველაზე კარგია, აი ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ესეთია, ანიკო მოგესალმები, გიორგი მოგესალმები. ჩვენც მოგესალმებით. ჩვენს ჟიურის მოგესალმები, რა თქმა უნდა, მაყურებელს, რომელიც მანდარი დარბაზში და ჩვენს ტელემაყურებელსაც. ჩვენ რუსთავი 2-ის ეზოში ვიმყოფებით, სადაც ჩემს უკან არიან განლაგებული საოცარი ადამიანები, დრამსკულის მოსიარულე დრამერები, რომლებიც დღეს ცეცხლს დაანთებენ გადატანით და პირდაპირ მნიშვნელობით ამ სიტყვისა. მე მინდა ვკითხო მათ, მზად ხართ ბიჭებო? ამაზე კარგი პასუხი ალბათ არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ეხლა ვნახოთ ვიდეო და შემდეგ დავიწყებთ ნომერს. Stop. Ся. ანდახან მიწევს მკაცრის გამოჩენა. შენი ხმა რატომ ამესნეს? ჯოხები დავჩათ. მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა. არ იქნება არც სინქრონი, არც რითმი, არც საქმე არ გაკეთდება ეს კი. 50-ს ჩააგდებ ყოლობაში. ჩვენთან ჯგუფში არის შემოტანილი ჯარიმების სისტემა. იმისთვის გავაკეთე ეს, რომ ყველამ იგრძნოს პასუხისმგებლობა ჯგუფში და საქმე რა კარგად გაკეთდეს. ამ ჯარიმებით მე ვყიდულობ ახალ ინსტრუმენტებს და უფრო ვანვითარებ ჩვენ მომრეც. ლუკა კიდე ხუჯერო დააგვიანებს ახალ ინსტრუმენტის გვექნება. ჩვენი მიზანია რომ საქართველოში განვითარდეს დასარტყამი საკრავების კულტურა. ჯარიმა 5 ლარი, всё, შენ ისედაც 3 ლარი გაქვს ჯარიმა. აი ესეთი დისციპლინაა ჯგუფში 0-93-300-305 ეს გახლავთ მათი ნომერი. ახლა კი მოუთმენდათ ველით სწორედ აი ამ
ადამიანების ნომრის დაწყებას. მაშასე შეგვიძლია დავიწყოთ. მაშასე დაასრულეს ოსიარულე დრავერებმა თავიანთი ცეცხლოვანი ნომერი, მე მგონი რომ ოვაციები გამოიწვია დარბაზში. კმაყოფილები ხართ? ძალიან. ჩვენც ძალიან კმაყოფილები ვართ. და ეხლა ველოდებით რა საკვირველია ჩვენი ჟიურის შეფასებას. რომელი ჟიური გინდა? შენ მიდიხარ ყველა. უნდა გითხრათ. მიდი. დაიწყეია. მადლობთ. ძალიან მაგარი ანსამბლია დრამერების. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ესეთი საოცარი დისციპლინისთვის, რომელიც თქვენ დაამყარეთ თქვენს ბენჩი, იმიტომ რომ ეს ეტყობა რომ გარდა იმისა, რომ თითოეული მათგანი ძალიან ნიჭიერებია, ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მუსიკოსი, აქ დისციპლინა და ხელით სიგრძნობა. დიდი მადლობა რომ ესეთი ცეცხლი დაანთეთ ის რუსთავიორის ეზოში და ამდენი კამერები გიღებთ, იცით? ჩვენი კამერები, სხვა კამერების და ძალიან მაგარია ეს ყველაფერი. და აი ყველა ვნახოს რომ ჩვენთან ზეიმია. მადლობა იან. რუსკა მე ძალიან მომინდა ახლა ამ წამს რუსთავიორის ეზოში ყოფნა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვიცეკვებდი, ძალიან დიდი რითმი შემოიტანეთ, ძალიან დიდი დრაივი შემოიტანეთ და ძალიან მაგრები ხარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გიხილავთ კიდევ დიდი ხანი ნიჭიერის სცენაზე თუ რუსთავიორის ეზოში, სადმე? სცენებით საუბრობ რუსთავიორის ეზოს, ნიჭიერის წყალობით. განვაგზავნოთ ლევან. მე შევერთები ჩემი კოლეგების ასსა და პირველ რიგში მინდა მოულოდოს აი ყველაზე უმცროსები ვინც არიან მან, რომლებიც არ ვიცი როგორი დრამერები გამოვლენ მერე რა სიმაღლეებს მიაღწევენ, მაგრამ ერთი აი შეგენა რო იღიმება იმას. მაგრამ ვიცი რომ ეს იქნება კარგი ადამიანები, იმიტომ რომ მათ ესმით რა არის ანსამბლური გუნდის ჯგუფურის შეგრძნება, მეგობრის კლავის შეგრძნება და
ამიტომ მე რო შვილი ბიჭი მყავდეს და ასაკობრივად შეეფერებოდეს, შევიყვანდი აუცილებლად დრამ სკოლაში. მან გოგოებიც რო არიან ჭოლა. ნალუკა გისმენთ? მე მომწონს ის ცეცხლი, რასაც ეს ადამიანები ანთებენ, რომელსაც ეს ადამიანები ანთებენ. მე მომწონს იქ რომ აქ არიან პატარები, მოზარდები, დიდები, აქ არიან გოგოები, ბიჭები, ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი სანახავი. სუქნები, გამხთრები და მოკლედ ძალიან მაგარ ცეცხლს ანთებთ და მე ვფიქრობ რომ წინ კიდევ ძალიან მაგარი სანახაობა გველოდება თუ ადამიანები დარეკავენ და დარწმუნებული ვარ რომ დარეკავენ და გარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მაგარი შოუ გველოდება წინ. ამიტომ მე გველოდები თქვენ კიდევ შემდეგ ტურში. ძალიან დიდი მადლობა ნალუკა და ნიკა გისმენთ. შემაჯამებელი ასე ვთქვათ. პირველ რიგში მოგესალმები შენ, მიხარია რომ შოუს დაუბრუნდი. მიხარია. მე გულწრფელად გეტყვი ძალიან მიყვარს ის ასე ვთქვათ სტილი თუ ის ხელოვნება, რომელსაც ეს ადამიანები ემსახურებიან. არაერთხელ მინახავს უკეთესიც, უნდა ვთქვა, მაგრამ მესმის რომ საქართველოში ეს ყველაფერი ახლა იწყება, ეხლა იწყებს განვითარებას. რა თქმა უნდა ძალიან ბევრია სამუშაო, მაგრამ მივესალმები იმას, რომ ეს ძალიან საინტერესო სახეობა ხელოვნებისა ჩვენთან შემოვიდა და მოვახდენ ჩემს ცხოვრებაში ჟიურის, როგორც ჟიურის წევრი, პირველად მოვახდენ მეზობელი ჟიურის წევრის ციტირებას. მან ირგვლივ ბევრი კამერებია და არა მხოლოდ ჩვენი, ნამდვილად ფარულავას ციტირებას ვახდენ. და ხედავდნენ როგორც თქვა ფარულავამ, რომ ჩვენ სეზონში ზეიმია. მართალია, ნამდვილადესია, დიდი მადლობა ნიკა. თქვენ კი თუ გსურთ რომ ეს შესანიშნავი გუნდი მოსიარულე დრამერები იხილოთ ფინალში, დაარეკეთ ნომერზე 093-300-305. დიდი მადლობა დიმას, დიდი მადლობა დრამერებს და ახლა კი უნდა გადავინაცვლოთ ჩვენ ბარამბოს ოთახში ნიკა გრიგოლიასთან და ნიკა ვინ ემზადება, რომელი კონკურსანტი ემზადება გამოსასწრულად? ვინ და ნინო წულაია ემზადება, შემდეგი მას ვიხილავთ სცენაზე და ეს არაჩვეულებრივ სიმღერას მოვისმენთ, რაც მთავარია ის იმღერებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. და ეს ძალიან დიდი პატივია, ხო ასეა? მითხარი, ხომ არ ნერვიულობ? ცოტას კი. ნუ მოკლედ ჩვენ ყველა გამხნევებთ და აბა შენიცი. გითხარი შენი ნომერი? 093-300-306. ეს არის უმშვენიერესი და უნიჭიერესი ნინოს ნომერი. თუ გსურთ მისი არაჩვეულებრივი სიმღერის მოსმენა ფინალშიც, აუცილებლად დაურეკეთ ამ ნომერზე. ნინო მოემართება სცენაზე, იქამდე კი ვნახოთ ვიდეო. ცხოვრობ ფოთში დედა და ძმასთან ერთად, მამა უკვე წლებია რუსეთში იმყოფება. ჩავაბარე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. რადგან ოჯახიდან ვარ წასული, სხვა ქალაქში ვარ სტუდენტი, დედა რა თქმა უნდა ძალიან ნერვიულობს და როდესაც თავისუფალი დრო აქვს ხოლმე ყოველთვის ჩამოდის ჩემთან. დედიკო რა არის ამ სიცივეში ერთი და იგივე კითხვები აქვს დღეს რა ჭამე. რა არის ეს ტბები ასე რომ ფილად უნდა მეცვას რა თქმა უნდა, რაღაც ესე დახურული სვიტრით. რო არ გავცივდე, სულ ამის შიშია. შეხედე რა ტიტველი დადის. გაცივდება და მე ჩემი ნახევარფინალში ყოფნა ჩემი მშობლებისთვის უკვე ჩემი გამარჯვებაა. ჩემი გამოსვლა მოგეწონა? ძალიან მადლობა. ყოველი ჩემი წარმატებული გამოსვლა სცენაზე მათთვის არის უდიდესი სიხარული. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები და ნინო წულაია.
così vedete tutto piccolo, anche la notte in America. Tu volti vedi la tua vita come una scia onirica. Ma sì, è la vita che finisce, ma non ci penso poi tanto. Anzi, stima già felice e comincio il canto. Ti voglio ma tanto che scioglie sangue ბრავო! დიდი მადლობა ნინოს. ჟიურის 4-ვე წევრი ნიკა, ია, 5-ვე წევრი ბოდიში რუსკა, ნანუკა, ჭოლა ფეხზე დგანან. დიდი მადლობა ორკესტრს, ძალიან სასიამოვნო იყო ერთად ეს ყველაფერი მოსასმენად. გთხოვთ ჟიურიში აფასოთ. ნიკა. ჩემი აზრით ის რასაც ჩვენ მოусმინეთ იყო ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში დღევანდელი დღის საუკეთესო ნომერი. შესანიშნავი შეფასება. ნინო რომელიც სრულიად გამოუცდელია, რომელიც ეხლა იწყებს მოძრაობას დიდი მუსიკის სამყაროში, არის არა მხოლოდ ძალიან ნიჭიერი და ის არის ძალიან ნიჭიერი, მას აქვს არა მხოლოდ აქვს ძალიან ლამაზი ხმა და ნამდვილად აქვს ძალიან ლამაზი ხმა, აქვს იდეალური სმენა ასევე, იმიტომ რომ არც ერთი დეტონაცია არ ყოფილა, რაც ძალიან მარტივად ხდება საოპერო შესრულების დროს და განსაკუთრებით ხდება ეს ყურს, იმიტომ რომ კაფიო ნოტები არის განსხვავებით სხვა ტიპის შესრულებებისგან, მაგრამ ნინო ყველაფერ ამასთან ერთად ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არის გამორჩეულად გემოვნებიანი შემსრულებელი. ნამდვილად. იმიტომ რომ მან შეძლო ამ სიმღერისგან არ გაეკეთებინა საოპერო არია და გაევლო რაღაცა აი შუა ხაზზე რაღაც საოპერო შესრულებასა და არასაოპერო შესრულებას შორის, რაც ჩემი აზრით ასეთ ტიპის შესრულებების დროს არის ყველაზე უფრო რთული რამ. სახიფათო გზა არის. სახიფათო გზა არის ნამდვილად. ეს არ არის, რა თქმა უნდა, საოპერო არია და საოპერო ხმით ესეთი ტიპის ნაწარმოებების შესრულება ყოველთვის ძალიან სახიფათოა ჩემი აზრით. გადამლაშება ხდება როგორც ყოველთვის. ეს ასე არ მომხდარა, ეს იყო ჩემი აზრით ყველაზე უფრო რთული ამოცანა ამოსახსნელად და მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნინო წულაია აუცილებლად, ხას უსვამ, აუცილებლად უნდა ვნახოთ ფინალში. დიდი მადლობა, ნიკა და ჭოლა გისმენ. მე შევერთდები ნიკასაც და გარდა იმისა, რომ წულაია ხარ და მე წულაძე ვარ და ასე კიდაც სიყვარული აგიხსნათ ახლა მამა თქვენის მაგივრად. აბა! ფეხზე ავდგენ. მამა შულურად ვარ. ერთ წუთ ნახევარ წუთს აგართმევთ. ეს არის ჩემი სიტყვები არ გეგონოთ, ეს არის ლუიჯი პირანდელოს სიტყვები. ერთხელ ღმერთმა გადაწყვიტა გადაეკეთებინა სამყარო, გამოესწორებინა ყველა შეცდომა და ყველა შეცოდება გაესწორებინა დედამიწაზე. და გადაწყვიტა ეკითხა პირველი შემხედრისთვის რა ვქნაო, როგორ გამოვასწორო ყველაფერი. ისე მოხდა, რომ ეს პირველი შემხედრი მე აღმოჩნდი.
მე ვთხოვე ღმერთს რომ გაერთიანებინა ყველაზე ლამაზი მთები, ყველაზე ლამაზი მდინარეები, ყველაზე ლამაზი ხეობები და ასე გამოხვედის შენ. აი მას გეტყვი მამაშენის მაგვირად ჩემო. ია, თქვით. მადლობთ რომ მომეცით სიტყვა, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა და საოპერო ხელოვნება, თუმცა ეს არის ცნობილი კომპოზიტორის, ვიცით, დალას დაწერილია 86 წელს და ძალიან რთული და ძალიან ფაქიზი არია, იმიტომ რომ არ არის საოპერო, ისეთმა დიდმა მომღერლებმა შეასრულებს და როდესაც ამას ეჭიდები, უნდა იყოს ძალიან დარწმუნებული საკუთარ თავში და შენ ეს გააკეთე, ნინო, შენ ჩემთვის ცოტა პატარა ხმა, მაგრამ საოცრად ღვთაებრივად მღერი, მიკროფონი რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ საომალოდ ალბათ მიკროფონის გარეშე შეიმღერებს შენ, როდესაც სცენაზე დადგები, ой საოპერო სცენაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგები, შენ ხარ ძალიან ლამაზი ხალი და შენ გაქვს ძალიან დიდი მომავალი და მე პირადად უკვე პირველად ვამბობ, ძალიან მინდა რომ შენ ფინალში გიხილო. რუსკა, თქვენ გიხარით რამე? ბევრს არ ვილაპარაკებ, გეტყვი იმას, რომ შენ ხარ დაბადებული სცენისთვის, შენ უნდა იდგეს სცენაზე და სულ ესე არაჩვეულებრივად მღეროდე. როგორც თავად შენ. მე ამღერი. კიდევ ერთხელ ვახსენებ სიტყვა სახიფათოს, მე ვფიქრობ რომ სახიფათო რეპერტუარი შეარჩიე, ვინერვიულე რომ დაიწყე და მე მგონი შენ რომ მღეროდი, მე სულ ნერვიულობდი, მე მგონი კიდევ ნერვიულობდი. ყველაზე მეტად გამეხარდა რომ არ იყვირე იქ სადაც ყვირიან როგორც წესი მაქსიმღერის დროს. ძალიან სწორი შენი. ძალიან გამეხარდა და პირველად რო არ იყვირე ამოვისუნთქე მივხვდი რომ აქ ყველაფერი კარგად არის. შენ ზუსტად იცოდი როგორ უნდა გემღერა ეს სიმღერა. ხარ ძალიან მაგარი გოგო, ანათებ. და აი რაღაცა შინაგანი გაქვს, რაც ამ სცენას უხდება. მართლა ეს სცენაზე უნდა იდგე. დიდი მადლობა ჟიურის, მე მაყურებელს მიმართავ, დარწმუნებული ვარ თქვენს ასევე ფიქრობ და ამიტომ აიღეთ ეხლავე მობილური ტელეფონები, დაურეკეთ ნომერზე 09300 303 და გავაცილოთ სცენიდან. უხარია მოწმენდები. და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი სპონსორია კრედიტონჯი. კრედიტონი ეს არის ონლაინ სესხები 50-დან 1500 ლარამდე, ხოლო პირველი 500 ლარამდე კრედიტი შეგიძლიათ აიღოთ 0%-ად. ეხლა გადავინაცვლოთ კრედიტონის ოთახში, სადაც ლიკა ქორქია იმყოფება სხვა კონკურსანტების გულშემატკივრებთან ერთად. ლიკა რა ხდება და ვინ არიან მან? გესმით ალბათ შეძახილები და ხედავთ კრედიტონის ოთახში ამ ფერად პლაკატებს. ეს ადამიანები გულშემატკივრობენ უმშვენიერეს ევა შიანოვას და გენადი ტკაჩენკო პაპიშს. მათ თავიანთი ქვეყნიდან გულშემატკივარი არ ჩამოყოლიათ, ხოლო ეს ადამიანები მათ გულშემატკივრები არიან. მათ ნახეს ნიჭიერი მოიწონეს და გადაწყვიტეს, რომ ხარი დაიჭირეს გენადისთვის და ევასთვის, რომლებიც სულ რამდენიმე წუთში წარსდგებიან თქვენ წინაშე. სხვათა შორის ევას გულშემატკივრებში ძირითადად მამაკაცები ჭარბობენ და მათ შორის მე. ჩვენ ცოტა ხანში კრედიტონის ოთახიდან დაგებრუნდებით ყველა კონკურსანტის გულშემატკივართან ერთად. დიდი მადლობა ლიკა, დიდი მადლობა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ნიჭიერის ნახევარფინალი ძალიან მალე გაგრძელდება და კიდევ იმასაც შევახსენებ, რომ თქვენ რეკლამის განმავლობაში შეგიძლიათ შემოხვიდეთ iMovies-ის ინტერნეტ ოთახში და ნახოთ ინტერვიუები ჩვენს კონკურსანტებთან. ეს კი ძალიან ადვილია, უნდა შეხვიდეთ iMovies-ში და დააჭიროთ შესაბამის აპლიკაციას. ხოლო ნიჭიერი კი ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. დროებით. ევა შიანოვა. I look and stare so deep in your eyes. I touch on you more and more every time. When you leave, I'm begging you not to go.
Bravo, bis. კიდევ გვინდა ეს ცეკვა. Bravo. გატყობთ საბეჭდილების ქვეშ ხართ ჟიური და რუსკა. თუ შეიძლება შენ დაიწყო. საგვარ აქ მოგიწყო ბუმბულ რადიოაქტიური შოკი. გისმენთ რუსკა, თუ შეიძლება შევაფასოთ. ქართულად ვიტყვი. კი ბატონო, რა თქმა უნდა. Если можно, конечно. ევა, საოცარი გოგო ხარ, საოცარი გარეგნობის, საოცარი ტანის. არ მეგონა ნამდვილად იმ ქვილის შემდეგ რამე თუ გამაოცებდა, მაგრამ ნუ დღეს ამ ბუმბულებმა საერთოდ გამაოცა. Вы пластилин. Спасибо вам. Девочка каучук. ჭოლა გისმენთ. Ева, прекрасная. Я пою хвалу вашей красоте, но тем более это меня удивляет. Такие красавицы, как вы, как правило, они не профессиональные. Они только надеются на свою красоту. А вы прекрасно владеете своим мастерством. Красивая и блондинка. Ну, да это... Ребята, попробуйте, она из каучука или настоящая? Она настоящая. Настоящая. ქართულად უნდა ვილაპარაკოთ როგორც წესია. ევა, ძალიან ლამაზი ხარ, სასწაული რაღაცებს აკეთებ, მაგრამ მერჩუნა ესე ცომი მოეძილა ხაჭაპურის, იმიტომ რომ აი თელი დარბაზი ბუმბულებს იჭერს, მაგრამ ესეც ერთგვარი შოუა. არ ვიცი, შენ ის მთელი მამაკაცების გული. ყველა ლამაზი ქალი ხაჭაპურის მოსასწრებლად როგორ გინდა რომ არა, ქალმა უნდა იცოდეს კარგი ხაჭაპურის გაკეთება. და ევას ასაკი, მე ვიცი. ნანუკაზე კარგად მაინც ვერ ვაკეთებ ხაჭაპურს მე მგონი. ნანუკას გამოდის არაჩვეულები. დავაგებინებთ და შევაფასებთ მე. მადლობა ია. შენი მამაკაცების გული დაიფრე. ბუმბულებისგან გავთავისუფლ, დედა. დიდი მადლობა ია. დიდი მადლობა ჟიურის მე მივმართავ მაყურებით. კი ბატონო გითხარით ხიახ. ეგრე შეუძლებელი იქნებოდა. Ева, это, конечно, была пленительно и очень красиво. Ева ძალიან ლამაზი ქალია, მაგრამ ეს არ იყო ამ ნომერში მთავარი ჩემი აზრით. ევა ძალიან კარგად ცეკვავს. ძალიან კარგად და გონია რომ ეს ნომერი ნამდვილად ძალიან საინტერესო და ლამაზი იყო. მადლობა ჟიურის მე ხვეწნით მიმართავ ჩვენს მაყურებელს რომ აუცილებლად უნდა დაგვიტოვოთ ეს გოგონა ეს ღვთაება ფინალში, ამიტომ ეხლა ვეღეთ მობილური ტელეფონები და დარეკეთ ნომერზე 093337. არ გავაცილოთ გიორგიევა. გიორგიევა გავაცილოთ. შეგიძლია წახვიდე. გუხარი აპლოდისმენტებით გავაცილოთ ევა შიანოვა. მე აქვე მინდა ვისარგებლო და დიდი მადლობა გადაუხადო ნატალი ჯგუფს, რუსთავიორის დიდი ხნის პარტნიორს, რომელიც 20 წელია ჩვენს ირგვლივ ჰარმონიასა და სილამაზეს ქმნის. მადლობა. და გადავიდეთ ნიკასთან ბარემოსოთახში. ნიკა გისმენთ? ვანიკო და გიო, კაცი ლეგენდა, კაცი ოქროს ღილაკი არის ჩემთან ერთად და მოემართება ის სცენაზე. სხვა შორის მე ია მინდა გავაფრთხილო რომ მოამზადოს წრემლები არანაკლებ საოცარი სანახაობა გველოდება წინ. ჩვენ აუცილებლად გავალთ კოსმოსში, შემოვუფრენთ დედამიწას გარშემო და ისევ დავეშვებით ნიჭიერის სცენაზე. ასე რომ მე უნდა გითხრათ ნომერი 09330308. აუცილებლად უნდა დარეკოთ ამ ნომერზე თუ გსურთ ამ გენიალური ადამიანის ნახვა ფინალშიც. მოკლედ სამყარო არ გვაპატიებს თუ ჩვენ არ დაურეკავთ გენადის. ის მოემართება თქვენთან სცენაზე მორიგი საოცრების მოსაწყობად. იქამდე კი ჩვენ ვნახოთ ვიდეო. Nella mia cugina cala passa.
Для многих до сих пор загадка, каким образом я извлекаю эти звуки. Просто иногда отключаешься. Звуки сами звучат. Вот сейчас такой звук, потом другой, и каждый раз по-разному. Вы знаете, я вам скажу честно, я сам еще толком не разобрался, откуда эти звуки. Это не значит, что я дома сижу часами и пытаюсь работать над извлечением такого или иного звука. Я сам пока не разобрался, но, может быть, и не стоит разбираться, потому что это уже будет от ума. Это уже будет неправда. Всякая бывала реакция, но здесь я увидел, что происходило в зале, я увидел, что происходило с судьями, с жюри. Вот для меня это Грузия, ну, как родной дом. Правда, я не лукавлю. Сама природа, горы, воздух, люди. Это дорогого стоит. Я хочу здесь бывать еще раз. Геннадий Ткаченко, Папин! Lasciami a buona, ma non voglio
მეტყველების უნარი დავკარგე უკვე მეორედ, გიორგი. ფერზე დგას ეხლა სცენაზე ვარ ჩვენ თუ სადა ვარ ფერზე დგას ჩვენი ჟიური ნიკა ია რუსკა მოდი ვკითხოთ აზრი ია გითხარით თუ შეიძლება შევაფასოთ Геннадий, приветствую. Вы мой золотой гилаки. Знаете, что такое золотой гилаки? Золотой гилаки. Золотой гилаки. Вы брусот ვერგამოსანი golden button. მოდი ქართულად გავიტყვი, რომ კიდევ ერთხელ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაიბადა ენიგმა. აი, თითქოს აჩქარებული კადრებით გაიარა დედამიწის ისტორიამ, ცივილიზაციებმა, ადამიანებმა, ერებმა, ომებმა, შერიგებამ, რელიგიურმა რიტუალებმა, ეს ყველაფერი ჩაატია ამ ადამიანმა ამ ყველაფერში და რა ვიცი, სასწაული, ბარაკა და სამსარა, ყველაფერი ერთად. ძალიან მაგარი კაცია გენადი და რა ვიცი, აი ეს თუ რამე არის ნიჭი, ეს არის ნიჭი. Спасибо, Геннадий. მადლობა, რუსკა გითხარით თქვენს. ეს ნიჭიერება არ არის. ეს არის არა ამ ქვეყნიური ნიჭიერება. Спасибо вам большое. ჭოლა გისმენთ? Геннадий, я повторю, что большое спасибо вам. Но мне кажется, что самое главное у вас это ваши актерские качества, которые мне больше еще нравятся все, чем вот это эзотерическое, магический ореол вокруг вас. Мне очень нравится драматургия, как вы выстроили это. Мне кажется, что это, в этом присутствует еще и ирония. И это мне очень нравится. Геннадий, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და ძალიან ნიჭიერი. და ძალიან კარგი მსახიობი. მადლობა ჭოლა, ნანუკა თქვენ. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ცოცხლად ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მე ტელევიზორში ვნახე, როდესაც აქედან წავედით. ამიტომ მე ვწუხვა, რომ მაყურებელს, რომელიც ახლა ტელეეკრანთან ზის, ეს სრულია ესე, როგორც ჩვენ ამას აღვიქვავთ და შევიგრძნობთ, ისე ისინი ვერ შეიგრძნობენ. სამწუხაროდ. მინდა მათ უთხრა, რომ ეს ცოცხლად ბევრად უფრო ეფექტური და შთამბეჭდავია და მე მართლა ვფიქრობ, რომ თუ არსებობს რაღაც მაგიური ამ ქვეყანაზე, ამ კაცში ეს არის. ხო, რაღაც ყველაფერი ერთად. მადლობა ნანუკა, ნიკა თქვენს გიხარით. მე გონია რომ რუსკას დავეთანხმები, მართლა არ არის ეს უბრალოდ ნიჭიერება, საოცრება არის, რასაც ჩვენ ვუყურებთ უკვე მეორე ჯერზე. მე არაფერი მსგავსი მართალი გითხრათ არ მინახავს და მგონია რომ გენადის სახით ქართულმა ნიჭიერმა შეიძინა ძალიან სერიოზული მსოფლიო კლასის პერფორმანსი, როგორიც მე პირადად ამ სცენაზე არ მინახავს არც ერთ ვითარებაში.
მადლობა ჟიურის მე მივმართავ მაყურებელს თუ გსურთ რომ ეს არა ამ ქვეყნიური როგორც ჟიურიმ თქვა ნიჭიერება იხილოთ ფინალში ეხლავე უნდა აიღოთ მობილური ტელეფონები მაგთის ბილაინის ჯეოსელის აბონენტებმა დარეკოთ ნომერზე 093330308 და გავაცილოთ აპლოდისმენტებით გენადი ткаченко პაპი Спасибо Геннадий და გიო სანამ ჩვენ ლიკასთან გადავინაცვლებდეთ მე მინდა ვთქვა მაყურებელს უთხრა რომ ჩვენი პარტნიორია ზუმერი ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ციფრული ტექნიკა შეგიძლიათ ზუმერში ჩვენი სპონსორია კრედიტონი ეს არის ონლაინ სესხები 50-დან 1500 ლარამდე ხოლო პირველი სესხი 500 ლარამდე შეიძლება მიიღოთ 0%-ად ახლა გადავინაცვლოთ ლიკასთან სადაც კონკურსანტების გულშემატკივრები არიან ლიკა რა გიორგი ვანიკო ვამე კონკურსანტის გულშემატკივართან ერთად დაგიბრუნდით კრედიტონის ოთახიდან ისინი ძალიან ღელავენ რადგან ახლოვდება დრო იმისა რომ ჩვენ გავიგოთ თუ ვინ გადავა ნიჭიერის ნახევარფინალიდან ფინალში შესაბამისად წარმატებას უსურვებთ ჩვენ კონკურსანტებს და რა თქმა უნდა იმ ადამიანებს რომლებიც მათ გასამხნევებლად მოვიდნენ აქ ლიკას მე მაყურებელს შევახსენებ რომ ყველაზე მთავარი ჯერ კიდევ წინ არის ჩვენ სულ მალე გავიგებთ ფინალისტის ვინაობას მანამდე კი შეგიძლიათ გააგრძელოთ ჩვენი ყურება iMovies ინტერნეტ ოთახში ეს ძალიან მარტივია უნდა შეხვიეთ iMovies G-ზე და დააჭიროთ შესაბამის აპლიკაციას ნიჭიერი კი ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება ნიჭიერში არ სახელდება აუთსაიდერი ეს არის შოუ რომელსაც ერთდროულად გამოეთიშება კონკურსანტების უმრავლესობა 8-დან მხოლოდ 2 გადავა ფინალში სამწუხაროდ დანარჩენებისთვის ნიჭიერი დასრულდება იაქტიურეთ აუცილებლად დაურეკეთ თქვენს რჩეულებს რომ არ დაგწდეთ მე გული იცოდეთ რომ თქვენი ფავორიტის ბეტი მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ხელშია გამოიყენეთ ეს დრო დაურეკეთ მათ 8-ვე კონკურსანტი სცენაზეა და ყველანი ერთად ველოდებით ხალხის გადაწყვეტილებას და ესენი არიან ჯიმი ზარიძე ანსამბლი ოდილა სვეგერს გიორგი და მეგი ტრანსფულის მოსიარულე დრამელები ნინო ცულაია ება შიანოვა გენადი ткаченко პაპი ახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჯერ კიდევ არის დრო იმისათვის რომ თქვენ მისცეთ თქვენ შოუს ხმა დარჩა სულ რაღაც 45 წამი გამოიყენეთ ეს დრო და წამზომი ჩაირთო მისმიცემა შეწყდა. სულ რაღაც წამები რჩება და ჩვენ გავიგებთ პირველი ფინალისტის ვინაობას, რომელიც თქვენ მაყურებელმა აირჩიეთ. ეს დრო ჩვენი კონკურსანტებისთვის ალბათ საუკუნეს უდრის. ჩვენ ყველანი მაყურებელის და ჟიურიც ველოდებით ხალხის გადაწყვეტილებას. ხალხმა აირჩია ერთი ფინალისტი და ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ საერთო ხმების 43.6% მიიღო და ფინალში გადადის მეგი და გიორგი
დიდი მადლობა. მეგი და გიორგი. გილოცავთ მეგობრებო, თქვენ ხართ მაყურებლის რჩეული, ძალიან მაგარია. მაყურებლის რჩეულს კი როგორც იცით, ის პოინტი გადასცემს 500 ლარიან ვაუჩერს, თქვენ შეგიძლიათ გაერთოთ და იშოპინგოთ. ესეც და ასე. ეხლა როგორც ვიცი, მოვიდა ჟიურის ჯერი, ხო, მონიკა? კი ბატონო, როგორც იცით, ნიჭიერის წესების თანახმად, ჟიური უნდა დაასახელოს თავისი ფავორიტი, ეს რთული გადაწყვეტილებაა მესმის, მაგრამ ნიკა გთხოვთ დაგვისახელოთ თქვენი რჩეული. ვიდრე რჩეულს დავასახელებდე, ულოცავ მეგის და გიორგის ფინალში ღირსეულად გადასვლას. ნამდვილად საოცრება შემოგთავაზე, აი ჩემამდე უბრალოდ არ დადის ის როგორ შეიძლება რომ ადამიანებმა ეს გააკეთონ. დღევანდელი კონცერტი იყო ნამდვილად გამორჩეული, ძალიან მაგარი შოუ, სულ რო არ იყოს ეს კონკურსი და იყოს უბრალოდ კონცერტი, იქნებოდა არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ ყველაფერი ვნახეთ, რაც კი შეიძლებოდა, განსხვავებული, არც ერთი ნომერი მეორეს არ გავდა და მინდა ქართველ მაყურებელს მადლობა გადაუხადო რთული არჩევანისთვის, რომელიც მათ გააკეთეს, მაგრამ სწორი არჩევანისთვის. არანაკლებ რთული იყო ჩვენი არჩევანიც, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ბევრი კონკურსანტი იმსახურებდა ჟიურისგან იმას, რომ ფინალში გადაეყვანა. თუმცა ჩვენი არჩევანი მხოლოდ შეიძლება ერთ კონკურსანტზე შეჩერდეს სამწუხაროდ, მაგრამ ასეთია კონკურსის წესები. ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ და შემდეგ ტურში ჟიურის გადაწყვეტილებით გადადის. დავაცადოთ ჟიურის თუ შეიძლება? შემდეგ ტურში უკაცრავად სიჩუმე თუ შეიძლება, შემდეგ ტურში ჟიურის არჩევანით გადადის ნინო წულაია. ნინო წულაია! მოდი ჩვენთან. მოგწანდით ჩვენთან, მოგწანდით. ჟიურის გადაწყვეტილებით. მაშასე მეგობრებო, ჟიურის რჩეული გახდა ნინო წულაია, ხოლო ხალხის რჩეული მეგი და გიორგი. გილოცავთ მეგობრებო. და ეხლა ჩვენი წარდგენის ზედაზენი დაასახელებს კიდევ ერთ კონკურსანტს, ვისაც ექნება შანსი რომ მოხვდეს ფინალში. ყოველ კვირას თითო კანდიდატი დასახელდება და მათ მიეცემათ 24 საათი უпроსტად თქვენ, რომ Facebook-ის საშუალებით მისცეთ მას ხმა და ბოლოს 12 საათი ყველასთვის საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად. და ზედაზენის რჩეული გახდა, ვისაც მიეცა შანსი ჯგუფი Swagger! დილოცავთ გოგოებო, დილოცავთ. მაშასე მეგობრებო, ზედაზენის რჩეული და დამატებით შანსი მიეცა ჯგუფ Swagger, ხოლო ნინო გიორგი და მეგი უკვე ფინალში არიან, სადაც ეკნებათ რეალური შანსი რომ მოიპოვონ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტული. შემდეგ ორშაბათ ჩვენ კიდევ ორ ფინალის გამოვავლენთ. ძალიან მალე ნიჭიერი უფრო მაგარი სანახაობით, უფრო გრანდიოზული შოუთი დაბრუნდება. შემდეგ ორშაბათამდე